ქსიში ჩინეთში ჯოჯოხეთს აჩაღებს, რადგან ირანის ხელახალი შეიარაღების ეჭვი სწორედ დონალდ ტრამპის პეკინში ვიზიტის დროს გაჩნდა. ამ ხუთშაბათს 2026 წლის 14 მაისს ზეწოლა სი ძინპინს ყველაზე მგრძნობიარე მომენტში დაატყდა თავს. სანამ ტრამპი ჩინეთის ლიდერთან პირისპირ მოლაპარაკებებს აწარმოებს, ჩნდება ახალი ინფორმაცია, რომ ჩინურმა კომპანიებმა ირანის რეჟიმისთვის იარაღის გაყიდვაზე ისაუბრეს და სცადეს არაპირდაპირი მარშრუტების გამოყენება მასალის წარმოშობის დასამალად. ვაშინგტონი უკვე აფრთხილებდა, რომ პეკინი სერიოზულ შედეგებს შეხვდებოდა, თუ ჩინური იარაღი ირანში მოხვდებოდა. ახლა კი ეს ეჭვი სი ძინპინის წინააღმდეგ პოლიტიკურ მახედ იქცა. ახლავე ყველაფერს გიამბობ. მაგრამ ეხლა შენ აუცილებლად მოგინდება არხზე გამოწერა, რომ ინფორმირებული დარჩე. რეალურ დროში მირებული ინფორმაცია საუკეთესო ჟურნალისტური ხარისხით, რაც კი ოდესმე გინახავს. სანდოობის სტანდარტით მილსონ ალვესი. ბრალდება, რომელიც ჩინეთს კრიზისის ცენტრში აყენებს, მარტივია. ირანი ცდილობს აღიდგინოს თავისი სამხედრო ძალა ომში მიღებული თავდასხმების შემდეგ და პეკინი დახმარების ერთ-ერთ გზად ჩანს. საქმე მხოლოდ ჩვეულებრივ ვაჭრობაში არ არის. საკითხი ეხება საჰაერო თავდაცვის სისტემებს, დრონების კომპონენტებს, რაკეტებთან დაკავშირებულ ნაწილებს და სანქციების თავიდან ასაცილებლად გამოყენებულ მარშრუტებს. აშშ-ის ხაზინის დეპარტამენტმა აპრილში განაცხადა, რომ ირანის რეჟიმი ცდილობდა აღედგინა თავისი რაკეტების წარმოების შესაძლებლობა, სწორედ იმ დროს, როცა ვაშინგტონი ცდილობდა ამ მარაგების ამოწურვას. მაისში სახელმწიფო დეპარტამენტმაც გამოაცხადა სანქციები იმ ორგანიზაციებზე, რომლებიც დაკავშირებულია ირანის დრონებისა და ბალისტიკური რაკეტების პროგრამებთან. და აი აქ არის პრობლემა სი ძინპინისათვის. ჩინეთმა სცადა ამ კრიზისში შესვლა როგორც რაციონალური ძალა, სტაბილურობისა და უსაფრთხო ვაჭრობის დამცველი. მაგრამ, როდესაც ჩნდება ეჭვი ირანისთვის სამხედრო მასალის მიწოდებაზე, პეკინი აღარ გავს შუამავალს და უფრო ირანული წინააღმდეგობის ირიბ სპონსორად გამოიყურება. თუ სი ძინპინს სტაბილურობას სურს ჰორმუზის სრუტეში, რატომ უნდა ეხმარებოდნენ ჩინური კომპანიები იმ რეჟიმს, რომელმაც ეს გზა შანტაჟის იარაღად აქცია? ირანი, როგორც ამას საერთაშორისო მედიის მიერ მოყვანილი შეფასებები მიუთითებს, კვლავ ინარჩუნებს თავისი სარაკეტო შესაძლებლობების მნიშვნელოვან ნაწილს, მიუხედავად მიღებული თავდასხმებისა. არსებობს ცნობები, რომ თეირანმა შეინარჩუნა თავისი რაკეტების და მოძრავი გამშვები დანადგარების დაახლოებით 70%, ასევე აქვს ცდომა მიწისქვეშა ობიექტების მნიშვნელოვან ნაწილზე. ამერიკის ცენტრალურმა სარდლობამ ეჭუქვეშ დააკენა უფრო მაღალი მაჩვენებლები და განაცხადა, რომ ზოგიერთი შეფასება არასწორია, თუმცა არ უარყო, რომ ირანს კვლავ აქვს მნიშვნელოვანი შესაძლებლობები დამალული მიწისქვეშა სტრუქტურებში. ეს არის ის საკითხი, რომელიც ვაშინგტონს აშინებს. თუ ირანს ჯერ კიდევ აქვს რაკეტები და იღებს გარე დახმარებას დანაკარგების შესავსებად, ცეცხლის შეწყვეტა მხოლოდ მაშინ მოვა. Uma pausa pro regime respirar. შირასში დაფიქსირებული აფეთქებაც ამავე ეჭვების გარემოში ჯდება. მიმდინარე სიახლეებში ქალაქი დაკავშირებულია სამხედრო სტრუქტურებთან, მიწისქვეშა ობიექტებთან და ირანის პროგრამისთვის მნიშვნელოვან მარაგებთან. როიტერმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ირანმა დაიწყო გარკვეული ჩინური გემების გატარების ნებართვა რეგიონში, მას შემდეგ რაც პეკინთან შეთანხმდა გატარების მართვის პროტოკოლებზე. ეს ხდება იმ დროს, როცა ტრამპი და სი განიხილავენ ჰორმუზის სრუტის ღიად შენარჩუნების აუცილებლობას ენერგიის ტრანსპორტირებისთვის. პოლიტიკური შეფასება სისთვის ძალიან მძიმეა. ჩინეთს სჭირდება, რომ ნავთობი კვლავ მიედინებოდეს, სჭირდება, რომ მისი სავაჭრო მარშრუტები არ დაიხშოს და სჭირდება, რომ ირანის კრიზისმა მისი ეკონომიკა არ დაანგრიოს. თეთრი სახლი და პეკინი შეთანხმდნენ, რომ არც ერთმა ქვეყანამ არ უნდა დააწესოს გადასახადი სახადი ჰორმუზის სრუტეში, როგორც სახელმწიფო დეპარტამენტმა როიტერს აცნობა. ეს შეთანხმება კიდევ უფრო ამძაფრებს ჩინეთის დილემას. თუ პეკინი თანხმდება, რომ ჰორმუზის სრუტე თავისუფალი უნდა იყოს, უჭირს ერთდროულად დაიცვას ნებისმიერი სამხედრო დახმარება, რომელიც ირანის პოზიციას ამავე სრუტეში აძლიერებს. კიდევ ერთი ფაქტორი სი ძინპინის წინააღმდეგ მუშაობს: ჩინეთსა და ირანს შორის ვაჭრობის სტრუქტურა. ვაშინგტონმა გამოაცხადა ახალი სანქციები იმ ქსელების წინააღმდეგ, რომლებიც დაკავშირებულია ირანული ნავთობის ჩინეთში გაგზავნასთან, რაც ეხება ადამიანებსა და კომპანიებს ჰონგ-კონგში, არაბთა გაერთიანებულ საამიროებსა და ომანში. გადაწყვეტილება მიღებული იქნა მას შემდეგ, რაც ზომები იქნა მიღებული იმ პირებისა და კომპანიების წინააღმდეგ, რომლებიც ირანისთვის იარაღისა და დრონებსა და ბალისტიკურ რაკეტებში გამოყენებული კომპონენტების შეძენაში დაეხმარებოდნენ.
ანუ პრობლემა არის მთელი მექანიზმი, რომელიც მოიცავს ნავთობს, ფულს, ნაწილებს, შუამავლებსა და მარშრუტებს, რომლებიც შექმნილია ირანის რეჟიმის ზეწოლის ქვეშ შენარჩუნებისთვის. მაგრამ ვითარებას ცვლის სწორედ ბრალდება, რომ ჩინეთი ეხმარება თეირანს თავისი ძალის აღდგენაში. ტრამპი მოდის იმ უპირატესობით, რომ შეუძლია თქვას, მსოფლიო ამას ხედავს. თუ ჩინეთს სურს, რომ მას პასუხისმიებელ ძალად აღიქვამდნენ, უნდა შეწყვიტოს რეჟიმებისთვის თავშესაფრად ყოფნა, რომლებიც გლობალურ მარშრუტებს ემუქრებიან და იყენებენ მილიციებს, დრონებსა და რაკეტებს ზეწოლის იარაღად. ისტორია გვიჩვენებს, რომ ეს პრობლემა დღეს არ დაბადებულა. ირან ერატის ომის დროს ჩინეთმა უკვე მიაწოდა ირანს ანტიგემის რაკეტები, მათ შორის Silkworm-ი 1987 წელს. 1987 ეს შეიარაღება გამოჩნდა თავდასხმებში გემებზე სპარსეთის ყურეში, მათ შორის ამერიკასა და ქუვეითთან დაკავშირებულ ხომალდებზე. ამერიკის რეაქცია მკაცრი იყო, დიპლომატიური ზეწოლა და ტექნოლოგიური ექსპორტის შეზღუდვა პეკინის მიმართ. როდესაც ჩინეთი ირანს აწვდის იარაღს ასეთ მგრძნობიარე რეგიონში, პრობლემა მხოლოდ თეირანში არ რჩება. ის ბრუნდება პეკინში დიპლომატიური, ეკონომიკური და სამხედრო ხარჯის სახით. ეს პარალელი დაგვეხმარება გავიგოთ ის პოლიტიკური ჯოჯოხეთი, რომელსაც სიახლა აწყდება. წარსულში პეკინს შეეძლო უარი ეთქვა, გადაეტანა ბრალი შუამავლებისთვის და ეთქვა, რომ იარაღის მთელ გზას ვერ აკონტროლებდა. დღეს სატელიტების, საზღვაო თვალთვალის, ფინანსური სანქციების, ღია წყაროების დაზვერვისა და დონალდ ტრამპის პირდაპირი ზეწოლის პირობებში ეს მანევრის სივრცე შემცირდა. თუ ჩინური კომპანიები მესამე ქვეყნებს იყენებენ იარაღის გაგზავნის დასამალად, თეთრი სახლი ამას შეიძლება ბოროტი განზრახვის მტკიცებულებად აქცევს. თუ სი ცდილობს დისტანცირებას, ირანს გააღიზიანებს. თუ თეირანს დაიცავს, პირდაპირ კონფლიქტში შევა ვაშინგტონთან ენერგეტიკული კრიზისის ფონზე. სხვა ქვეყნებმა უკვე იგრძნეს ასეთი ტიპის ზეწოლა, როდესაც გადაწყვიტეს იზოლირებული რეჟიმების მხარდაჭერა. ჩრდილოეთ კორეა სანქციებით იყო გარშემორტმული სამხედრო ტექნოლოგიისა და რაკეტების გატიდვის გამო. რუსეთმა გადაიხადა პოლიტიკური და ეკონომიკური ფასი, როდესაც ირანთან სამხედრო თანამშრომლობა გააღრმავა დრონებისა და საბრძოლო მასალის მიმართულებით. თავად ირანული ქსელი მიყოლებით დაზარალდა, როდესაც მისი ნავთობის ნაწილებისა და დაფინანსების მარშრუტები ვაშინგტონმა გამოავლინა. სხვაობა ახლა ისაა, რომ ჩინეთი ბევრად უფრო დიდია ამ აქტორებზე, გაცილებით მეტად არის დამოკიდებული გლობალურ ვაჭრობაზე და ვერ დამალავს თავს პატარა, შეშინებული ქვეყნის იმიჯის უკან. პეკინი სურს მსოფლიოს ლიდერობა, მაგრამ ლიდერობას პასუხისმგებლობა ახლავს. სწორედ ამიტომ იარაღის ირანში გაგზავნის ეჭვი ასე მძიმე დაწევს მას. ირანის რეჟიმი უბრალოდ ჩვეულებრივ შესყიდვას არ ახორციელებდა. ის ცდილობდა გადაერჩინა თავის სამხედრო ბლოკადის პირობებში, აღედგინა თავდასხმის უნარი და შეენარჩუნებინა შანტაჟის ძალა ჰორმუზის სრუტეზე. თუ ჩინეთი აღიქმება როგორც ამ შვების წყარო, ის აქტიური მონაწილე ხდება კრიზისში და ყურადღების ცენტრში ექცევა. და ტრამპი ამას იყენებს, რათა შეხვედრა სი ძინპინგის წინააღმდეგ შემოაბრუნოს. თუ პეკინი ნავთობს, ბაზარს და სტაბილურობას ეძას, გლობალურ ვაჭრობასა და ირანულ ავანტიურას შორის არჩევანის გაკეთება მოუწევს. ეხლა შემდეგი ნაბიჯი სამ მიმართულებას უნდა მოიცავდეს. პირველი დიპლომატიურია, სადაც ტრამპი სი ძინპინგს პეკინში ვიზიტის დროს ზეწოლას მოახდენს. მეორე ეკონომიკურია, ახალი სანქციებით იმ კომპანიების, ბანკების, საზღვაო ოპერატორებისა და შუამავლების მიმართ, რომლებიც ირანთან არიან დაკავშირებული. მესამე სამხედროა, სადაც შეერთებული შტატები აკვირდება გემებს, ალტერნატიულ მარშრუტებსა და ეჭვმიტანილ ირანულ ობიექტებს. ჩინეთმა შეიძლება სცადოს დროის მოგება, უარყოს პირდაპირი მონაწილეობა და დააბრალოს კერძო კომპანიებს. მაგრამ კრიზისი უკვე სხვაგან გადავიდა. ჯოჯოხეთი, რომელიც ადრე. Só em Teherã chegou a Xi Jinping. მე ვარ მილსონ ალვესი, საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი და ჩემი მიზანია ყოველდღე მოგაწოდოს სანდო ინფორმაცია. ახალი ამბების ბულები ვიდეოს აღწერაშია. დასვი ლაიქი ამ ვიდეოზე, გამოიწერე არხი და ბოლოს გადახედე კომენტარებს, რომ კიდევ უფრო მეტად ჩაერთო მილსონ ალვესის საზოგადოებაში.